დღეს მინდა გესაუბროთ ზოგადად რა არის სამსკარები და რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ბეთის ბორბალი, იგივე კარმული ბორბალი. რა თქმა უნდა, ჩემი ხედვით და ჩემი დაკვირვებების მიხედვით. ზოგადად ეს ბეთის ბორბალი, თუ დააკვირდებით, ძალიან ბევრგან არის მოხსენიებული, ჩაკეტილი წრე, გველი, რომელიც საკუთარ კუდს კვენს, იგივე ტაროს არკანში შეხვდებით როგორც ფორტუნა ბორბალი და ასე შემდეგ. ზოგადად ეს ჩაკეტილი წრე რეალურად არ არის დაწერილი წინასწარ განსაზღვრული ბედიღბალი, რომელშიც შენ ხარ გამოკეტილი, რეალურად შენ ხარ გამოკეტილი შენსავე შთაბეჭდილებებში. და ესეთი საინტერესო ტერმინი არსებობს სამსკარა, რომელიც არის როგორც კარმული ჭდები, ანუ როგორც შთაბეჭდილებები. ანუ როგორ შეიძლება გავიგოთ ახლა ეს სამსკარები. მაგალითად, იოგა სუტრაში გვაქვს ერთ-ერთი სუტრა, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მედიტაციის მთელი არსი არის აი ამ სამსკარებისაგან გათავისუფლება, ანუ შთაბეჭდილებებისაგან გამოსვლა და გათავისუფლება. სიმართლე რომ ითქვას, ბოლომდე არავის არ ესმის ეს სამსკარა და შთაბეჭდილება რა არის და უამრავი ინტერპრეტაცია და თუნდაც კომენტარებში, სხვადასხვა კომენტარებში, სხვადასხვა განმარტებით შეიძლება შეხვდეთ. მაგრამ, როდესაც იწყებ ადამიანი საკუთარ თავზე ღრმად მუშაობას და რთავ თერაპიულ ტექნიკებს და უფრო ღრმად უკვირდები, აცნობიერებ შენ შინაგან პატერნებს, დაზროვნების შაბლონებს, აი მანდ ზუსტად ხვდებით იმას, რომ სამსკარა ეს არის ჩვენს მიერ წინასწარ შექმნილი განწყობა, შთაბეჭდილება, რომელიც ამა თუ იმ მოვლენას ჩარჩოში სვავს ჩვენთვის და ჩვენ მას აღვქვამთ ისეთად, როგორიც ჩვენ ამ ჩარჩოს მიხედვით გონია და არა ისედაც, როგორიც რეალურად არის. ჩვენ მოლოდინებში ვიჭედებით ფაქტიურად. ამიტომაც აი სამსკარები არის ძალიან ბევრი ტიპის და ჩამოყალიბება ხდება ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული და შეიძლება მშობლებისგან და ზოგადად გენეტიკურადაც მოხდეს გადმოსვლა და შეიძლება კი არა და ესეც ხდება, გადმოგვდის გენეტიკურადაც აი ეს შაბლონები, რომლის მიხედვითაც აი არა მარტო დედისგან და მამისგან, არამედ სხვა ნათესაური კავშირებისგანაც შეიძლება ეს იყოს დიდი პაპა, დიდი ბებო, რაღაც პაპის ბიძაშვილი და ასე შემდეგ, რომლისგანაც მსგავსი რაღაცა პატერნი გადმოგეცემა, რომელსაც გაუცნობიერებლად შემდეგ ატრიალებ და ამის მიხედვით იყურები, ამის მიხედვით ცხოვრობ, ამის მიხედვით განიხილავ რაღაც საკითხებს. ხა მაგალითად, თუ შენ წინა თაობებში ყავდა გადამრჩენელი ტიპები, ან მკურნალობდნენ, ან ავადმყოფებს გადაარჩენდნენ და ეს იყო საკმაოდ ხშირად და დიდი დოზით, სამომავლოდ შეიძლება შენზე გამოვლინდეს ეს იმგვარად, რომ შენ ფიქრობდე, რომ სხვა ადამიანს ჭირდება შენი დახმარება და აუცილებელი არის შინაგანად გაგშეგრძნება, რომ გინდა ის სხვა ადამიანი გადაარჩინო. რეალურად ამბობენ, რომ ამ დროს თავად შენ ხარ გადასარჩენი, მაგრამ აი ამ თავად გადარჩენას რო თავი დავანებოთ, რეალურად უბრალოდ გადმოსული არის პირდაპირ შაბლონი, პროგრამა, რომელიც შენ დაუნებურად და ქვეცნობიერად გიბიძგებს იმისკენ, რომ ვიღაცას გაუწიო დახმარება, ვიღაცა გადაარჩინო, თუმცა მას საერთოდ არ უნდოდეს გადარჩენა. ამიტომაც ხშირად არის ხოლმე, რომ აი ესეთი მსგავსი პროგრამები, რომლებსაც ვერც კი ვაცნობიერებთ და რა თქმა უნდა იმაზეც ლაპარაკი ზედმეტი ახლა ვიცოდეთ, რომ წინა თაობისგან რა პროგრამები გადმოგვეცა, უბრალოდ მომენტი ის არის, რომ კარგად დაუკვირდე და გაცნობიერება რას ნიშნავს, რომ დაფიქრდე ამას მექანიკურად ხო არ აკეთებ თუ ბუნებრივად აკეთებ და ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობა არის. ანუ, როდესაც ბუნებრივ ფლოუში ხარ, ხო აქ სხვანაირი მექანიკურობა, როცა გადადის, მექანიკურობა თითქოს არის რაღაცა პატერნებიდან განპირობებული ქმედებები. ანუ, დავინახე ადამიანი, რომელიც წუწუნებს და რომელიც პრობლემებში არის გაჭედილი, ავტომატურად მერთვება მისი გადარჩენის, პირობითად ვამბობ, მისი გადარჩენის სურვილი და ვიწყებ მოქმედებებს მის გადასარჩენად. მაგრამ აი ბუნებრივი დინება და გაცნობიერება ის იქნება, რომ რეალურად მე დავფიქრდე, ეს ადამიანი ითხოვს თუ არა ჩემგან დახმარებას, შემიძლია თუ არა მას რაღაც ისეთი გაუკეთო, სადაც რეალურად ექნება მას დახმარება აღმოჩენილი, თუ ეს უბრალოდ ჩემ
ჩემი ილუზიაა, რომ ისევ და ისევ ჩემი რაღაც პატერნი გადავატარო, ან უბრალოდ საკუთარ თავში ვიგრძნო მნიშვნელოვანების შეგრძნება მაშინ, როცა მას ვეხმარები. აი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ ხოლმე. ზოგადად სამსკარებიც არის მსგავსად, ახლა მაგალითად ჩემი მასწავლებელს კარგად მოყავდა აი ამ თემის განხილვის დროს. ესეთი მაგალითად მე თუ რაღაცა ყვავილის სუნი ვიცი, რომ არის მტკბილი და გემრიელი და ეს მე მახსოვს, დაიმახსოვრა ჩემმა გონებამ, სამომავლოდ მე რომ დავინახო მისი მსგავსი ყვავილი, ჩემი პირველი შთაბეჭდილება რაც ამოხდება, იქნება აი ის პირვანდელი სუნი, რომელიც მე მასზე შევიგრძნი, მაგრამ მომენტში შეიძლება სულ სხვა სუნი ჰქონდეს, მაგრამ მე რახანის მახსოვს, ჩემი პროგრამა დატრიალდება იმის მიხედვით, რაც მე მაქვს დამახსოვრებული და ზუსტად ესე არის მე სხვაგანაც ხო ურთიერთობებშიც, მაგალითად მე თუ მაქვს დამახსოვრებული, რომ ყველა ჩემი ურთიერთობას მოაქვს ტკივილი, ჩემი ურთიერთობები არის ყველა წარუმატებელი და რო ამბობენ, რომ აი ყველა მაინც ყველაფერი ესე იქნება და ასე შემდეგ, მე ვატრიალებ პროგრამას, რომელიც არის ჩემთვის წარუმატებლობისკენ მისვლა და ურთიერთობა, რომელიც ჩემ ცხოვრებაში შემოვა, ჩემი გონება მაინც ისე გადააწყობს და მაინც ისე აღიქვამს, რომ სადღაც მივიდეს ან ღალატამდე, ან წარუმატებლობამდე და ასე შემდეგ. ანუ რეალურად რაც ამბობენ ხოლმე, რომ საკუთარ თავში უნდა ეძებო და გარეშე სხვებს თავი დაანებო, ამ კუთხით მართალია, იმიტომ რომ ჩვენ სამყაროს ჩვენი პატერნების მიხედვით აღვიქვამთ, ხო? და ჩვენი აი ამ სამსკარები განგვაპირობებს და როდესაც ეს ჩვენი შთაბეჭდილებები და სამსკარები არის რაღაც საგვარეულოდან გადმოსული სიტუაცია და ჩვენ ამებს ვაკატავებთ, ხო? გამოდის იმას, რომ ერთი და იგივეზე დავდივართ, თუმცა ურთიერთობები როცა გვირთრევენ ერთი და იგივე ტიპაჟებით, ანუ თითქოს სცენარი არ იცვლება, უბრალოდ რაღაც პერსონაჟები იცვლებენ, ანუ აი ბორბლის სხვადასხვა ნაწილები იცვლება, ოღონ რეალურად ეს ბორბალი ერთი და იგივე ხდება და ამ პროგრამაზე დადიხარ, ანუ უამრავი მსგავსი პროგრამა არსებობს, ხო? ანუ აი არის კიდე თუნდაც ურთიერთობების თემას რო შევეხოთ, პროგრამა, როდესაც ირჩევ პარტნიორს, რომელიც არის შენთვის მიუწვდომელი, მე მისგან იღებ თქვათ, რა თქმა უნდა, ვერ იღებ ემოციურ მხარდაჭერას, მიუწვდომელია ის ადამიანი, მე შენ ვარდები ტანჯვაში, მე შენ ვარდები შენ რაღაც გაცნობიერ გონკებში, რეალურად მას მისდევის გარბის, მე შენ წამოხვალ უკან, მას შენ ყურადღება მოაკლდება, ახლა ის გამოგეკიდება და ანუ აკატავებ ერთი და იგივე სიტყვაზე აი ამ კარმულ სამსკარულ, აი ეს კარმულ ყველგან არის ეს სიტყვა გავრცელებული მგონი და რეალურად ფესვებში არც არავინ არ უყურებს რა არის კარმული და აკატავებ ამ შენ პროგრამებს, რომლებსაც უბრალოდ სჭირდება გაცნობიერება და გადაწერა. ანუ შეცვლა. და აღარ უნდა იარო მუდმივად იმ გზით, რა გზითაც დადიოდი სკოლაში. ანუ რადგან ის ნაცნობია, რადგან ის უსაფრთხოა, რადგან ადრე კარგად გადგებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეხლაც გამოგადგება და ეხლაც უსაფრთხო იქნება და ეხლაც შეგიქმნის რაღაცა სარგებლოებს ან ბენეფიტებს, იმიტომ რომ ადამიანები ვითარდებით, ადამიანები წინ მივიწევთ და რეალურად ჩვენი ამოცანა არის, რომ მეტად გავაცნობიეროთ, ანუ მეტად შევძლოთ, რომ ჩვენსავე აზროვნების პატერნებთან გვქონდეს ღრმა წვდომა და თუ რა თქმა უნდა, საკუთარ რაღაცებზე გვჭირდება გარეშე დახმარება, იმიტომ რომ არის რაღაც წერტილები, რომლებიც ბრმა წერტილებია და იმ წერტილებში შეიძლება ჩვენ ადეკვატური წვდომა არ გქონდეს და შევიდეთ შეცდომაში, იმიტომ რომ როცა დაცვის სისტემა, ასე ვთქვათ, აქტიურდება და შენ ძველ პატერნებს, რომლებიც ადრე გეხმარებოდნენ, უწყებ, ასე ვთქვათ, ერთში და გადაწერა გინდა, ილუზიაში შედიხარ და ამიტომ გჭირდება სხვა ადამიანის დახმარება. ანუ ეს არის ჩვენი სამსკარები და რეალურად მედიტაციის არსიც არის ზუსტად იმაში, რომ ჩვენი შთაბეჭდილებები უფრო და უფრო ნაკლები იყოს, უფრო და უფრო შემცირებული იყოს და მე რომ ვუყურებ ყვავილს, ყოველ ჯერზე როცა დავინახავ ახალ ყვავილს, არ ჩავთვალო, რომ ერთი და იგივე ყვავილი არის, არ ჩავთვალო, რომ ერთი და იგივე არის, ანუ ეს რაღაცა სიტყვაზე საგანი, მოვლენა, ადამიანი, ნებისმიერი რამე
აღვიქვა ისეთად, როგორადაც არის ჩემი ფილტრებისგან დამოუკიდებლად. ანუ არ მოვახდინო ჩემთვის მისაღები პოლარიზაცია. სადღაც რაღაც დონეზე მაინც ყოველთვის საჩვენოდ გადმოკეთდება ყველაფერი და აბსოლუტური ხედვა იშვიათად რო ადამიანს გამოუმუშავდეს, მაინც აბსოლუტურად მაინც ადამიანები ვართ, მაგრამ აი მედიტაციის არსიც არის რეალობაში, აი ბუნებრივ, არამექანიკურ მდგომარეობაში შესვლა და ასევე საგნების ასეთადვე აღქმა და არა იარლიყების მიწებება და არა შაბლონებში ცხოვრება და რეალურად შეზღუდვა. ასე რომ აი მედიტაცია არ არის პროცესი, რომელშიც უბრალოდ ძიხარ და გაირინდები, მედიტაცია არის პროცესი, რომელშიც უფრო და უფრო ღრმად გაცნობიერებაში მიდიხარ და აქ უბრალოდ შეიძლება წინშინაგანი პატერნები დაიშალოს და გადაიწეროს, მაგრამ აქ არ ხდება გონების დადუმება და არ ხდება აბსოლუტური სიჩუმის მიღწევა. აბსოლუტური სიჩუმე მერე თავისთავადაც შეიძლება მოვიდეს, როდესაც უკვე შენში შინაგანი წინააღმდეგობები ნელ-ნელა მცირდება და უბრუნდები შენ ბუნებრივ შვიდ მდგომარეობას. აი ეს მინდოდა მეთქვა დღეს უცებ. მადლობა, ვინც ისმენთ. თუ რამე კითხვა გექნებათ, გისმენთ, მომწერეთ, გამიხარდება. მადლობა და კარგ დღეს გისურვებთ.